სახელითა მამისაითა და ძისაითა და სულისა წმინდისაითა ჩვენთან არსებობთ. ესე იგი ჩვენ ვიცით რომ ეკლესია არის გადარჩენის სახლი. და რაც ხდება ეკლესიაში ყველაფერი არის მიმართული აქეთკენ. ყველა ღონისძიება მათ შორის ეხა მარხვის ჟამში ვარ და მათ შორის მარხვა, ლოცვა, აი დღევანდელი სახარებიდან სამი რამის გამოყოფა შეგვიძლია, რომელიც ადამიანის გადარჩენისთვის აუცილებელი პირობა არის. ეს არის სარწმუნოება, მარხვა და ლოცვა. ნახეთ, მოდის მასთან ერთ-ერთი მამა, ეს ხდება თაბორზე ფერისცვალების შემდგომ, როდესაც ჩამოდიან ისინი თაბორიდან. ამ სახარებაზე ჩვენ ადრეც ჰქონდა საუბარი და მაგრამ სახარება ესეთი სიბრძნეა, რომ ერთი მიმართულებით არ ამოწურავს ამ სათქმელს და მიდის მასთან ერთ-ერთი მამა, რომლის შვილიც ძალიან მძიმედ არის, აღწერილია როგორ არის ეს ადამიანი, ხან ცეცხლში ჩავარდებაო, ეპილეფსიას რო ამბობ ჩვენ, მსგავსი დაავადება ჰქონდა და ნახეთ, ესე იგი მიყავს ეს თავისი შვილი და ეუბნება რომ ესეთ მდგომარეობაშიაო ჩემი შვილიო, ესე მძიმედ არისო და მიუყვანეო შენ მოწაფეებსო და ვერ განკურნესო. მოწაფეები იქვე დგანან. მაცხოვარი ამბობს ესეთ სიტყვებს, ჰოი ნათესავი ურწმუნო და გულარზნილი, ვიდრემდე ვიყო თქვენთანა, ვიდრემდე თავს ვიდებდე თქვენსა. ამის განმარტებას მე ქვემოთ ნახავთ. და შემდგომ განკურნა ეს სნეული უფალმა და მე ეკითხებიან მოციქულები, ჩვენ რატო ვერ განკურნეთ და ურწმუნოებისა თქვენისათვის. ესე იგი მოციქულებს სხვა უნდა განეკურნათ და არ აღმოაჩნდათ იმდენი სარწმუნოება, რომ განეკურნათ ისინი, განეკურნათ ეს სნეული და მე ეუბნება უფალი რომ ეს მოდგმა ვერ განიდევნება ლოცვის და მარხვის გარეშე. ნახეთ, აი რითი დავიწყე საუბარი რომ ესე იგი ყველა ღონისძიება რომელიც ეკლესიაში აღესრულება არის აუცილებელი. აუცილებელი პირობა არის გადარჩენისთვის. განსაკუთრებულად ლოცვა და მარხვა. რა თქმა უნდა, ლოცვა და მარხვა სარწმუნოებით უნდა იყოს, იმიტომ რომ თუ სარწმუნოებით არ არის და მე რა მინდა გითხრათ, იცით, აი დღეს რაღაცა მრევლი რაღაცნაირად მივეჩვიეთ რას, იცი? მარხვა რო დაიწყება, ხორცს არ ვჭამთ და ვართ შვიდად და ჩვენ გონია რომ მარხულობთ. მე გეტყვი თქვენ პირდაპირ რომ თუ ამის გარდა არაფერი არ შეცვლილა ჩვენთვის, რაც მარხვა დაიწყო, რომ ხორცს არ ვჭამთ და რძის ნაწარმს, თქვენ არ მარხულობთ, თქვენ არ ღვევთ მარხვას. ჩვენ ვარ ღვევთ მარხვას. რას გულისხმობ ეხა? მარხვა რა არის? მარხვა არის ესე იგი მცდელობა სულის განწმენდისა. აი დედაღვთისმშობლის დღესასწაული მოდის, ხო? აი ხა ეკლესია რას გვეუბნება ეხა? განჩინებული არის მარხვა, ხო? ახლა დედაღვთისმშობლის დღესასწაულთან დაკავშირებით. ანუ რას გვეუბნება, ესე იგი შეძლების დაგვარად ჩვენ უნდა შევეცადოთ რომ განვიწვიდოთ ჩვენი ცოდვილი სულები, იმიტომ რომ ყველაზე დიდი რითაც ჩვენ შეგვიძლია გავახაროთ დედაღვთისმშობელი რა არის? რომ ჩვენ განვიწვიდოთ ჩვენი სულები, ხო? და სულის განწმენდა ხორცის ჭამა არ ჭამაში სულაც არ მდგომარეობს. ხორცის ჭამა და არ ჭამა და რძის ნაწარმის ეს ჩვენ გვეხმარება იმაში, რომ იმ ნებებს მივხედოთ, რომელიც ჩვენ ყველას გვებრძვის. და საქმე რაშია, იცით? რომ ვერ ვხედავ ჩვენ ამ, ვერც კი ვხედავ ჩვენ ცოდვებს. საქმე იმაშია, რომ რას ვებრძოლოთ ისიც აღარ ვიცი. ვერც კი ვხედავ. აი ესეთია ჩვენი სულიერი ცხოვრება. ნოლის მაჩვენებელი აქვს ჩვენ სულიერ ცხოვრებას. ეს უნდა ვიცოდეთ ჩვენ ხანდახან ესეც თუ არ შევახსენეთ ჩვენ თავს. ისე მშვიდად გამოიყურებიან მორწმუნე ადამიანები, მარხვა, ეხა მარხვის პერიოდია, ისე მშვიდად დადიან, ისე წყნარად, რომ გეგონება მართლა მარხულობენ და მართლა ლოცულობენ. სინამდვილეში რითი შემოიფარგლება ეს მარხვა? ხორცს არ ვჭამთ ჩვენ.
და უყურეთ ამ სახარებაში კარგად ჩანს რომ ესე იგი მარხვა და ლოცვა რისთვის არის რომ განიდევნოს ის და ის კიდე მარხვის და ლოცვის გარეშე არ განიდევნება, ვერ განიდევნება. ამიტომ ეკლესიაში რაც ღონისძიებებია კიდევ ერთხელ ვიმეორებ მე რომ ყველაფერი არის აუცილებელი ჩვენი სულის გადარჩენისთვის. როცა დაიწყო მარხვა და ჩვენ არ მარხულობთ, ვერ გადავრჩებით ჩვენ, იმიტომ რომ ადამიანს ყავს მტერი. ის მტერი შენ თავს კი არ განებებს. შენ რო გონია რომ არ დაგანება თავი არავითარ შემთხვევაში. ის არავის თავს არ დაანებებს. როგორც ღმერთს ყველას ცხონება უნდა, ესე ეშმაკს უნდა ყველას წარწმენდა და ყველას დაყუპა და ყველასთვის თავისი ხრიკი აქვს. აი წარმოიდგინეთ, რამდენი ადამიანია და თითოეული ადამიანისთვის თავისი ხრიკი აქვს. აი როგორ დასწეს მაგალითად. ეხა იმას დაუშვათ ზოგიერთ საერთოდ არ აინტერესებს შენი სიმდიდრე. მაგრამ იმას ეგერ სხვა სული დასცემს, სიძვის სული დასცემს. ზოგიერთ სიძვისკენ არ აქვს მიდრეკილება, მაგრამ იმას ამპარტავნების სული დასცემს. მივხვდით, აი ყველასთვის აქვს მას გამზადებული რაღაც კერძი. ხო და ჩვენ თუ არ მარხულობ და არ ვლოცულობთ, ის აუცილებლად თავის საქმეს გააკეთებს. მოდი ეს ჩავიბეჭდოთ გონებაში, რომ ჩვენ თუ არ მარხულობ და არ ვლოცულობ, ჩათვალებთ რომ მისი კერძი ხარ. და ფაქტია რომ არ მარხულობ ჩვენ. ჩვენი მარხვა არის ხორცის არჭამბარი. არ არის ესე? არ ვამბობ სიმართლეს? ხო და ესე 700-ს ნუ იქნებით, კაცო, კაი არ მარხულობთ, არ ლოცულობთ, მაგრამ ესე რომ დავდივართ 700 და მორწმუნეებს უძახით ჩვენ თავს და რაღაც, ცოტა შემოუძახოთ ჩვენ თავს რომ უნდა ვიბრძოლოთ და პირველი ბრძოლა ეშმაკისადმი ეს არის გულწრფელი აღსარება, იმიტომ რომ აღსარება მოაუძლურებს ბოროტს. გულწრფელი აღსარება, იმიტომ რომ შენ თავისუფლდები ფაქტიურად მოდიხარ, ამბობ გულწრფელ აღსარებას და თავისუფლდები იმ ცოდვისგან და ეს ამას ვერაფერს ვერ უხერხებს ბოროტი და ამაზე გიждდება. მაგრამ მე თავიდან დაგიწყებს ბრძოლას, რა თქმა უნდა, ხო? და სარწმუნოება, აი უყურეთ სამ რამეზე გავამახვილოთ ყურადღება. აბა გადავხედოთ, როგორია ჩვენი სარწმუნოება. აქ საუბარია იმაზე, რომ მაცხოვარი ეუბნება, რომ თქვენ რომ დოგვის მართვის ოდენა სარწმუნოება რო გქონდეთო, აი მთას ეტყვითო და გადადგებაო. მაგრამ მთის გადადგომას თავი დავანებოთ, ეხლა და როგორია ჩვენი სარწმუნოება? აი მაგალითად, ეხლა პრაქტიკულად როგორ უნდა გასინჯო შენი სარწმუნოება, ცოცხალია თუ მკვდარია? დილით რო გაგეღვიძება, მარტივ მაგალითს გეტყვით. დილით რო გაგეღვიძება, ხო? პირველი რა მოდის შენ თავში? ნუ ჩვენ თავში რა მოდის ეხლა პირველი? რა ვჭამოთ, რა ჩავიცვათ, რა ვის დაუტოვოთ, ბავშვი ვის დაუტოვოთ, სამსახურში როგორ და ესა და ისა და ისა, ხო? არ არის ჩვენი სარწმუნოება ცოცხალი. ეს არის ამის ნიშანი. პირველი შენ რო გაგეღვიძება, თუ გაახილე თვალი და თქვი, დიდება, უფალო, აი კიდე დავინახე დღე, გავახილე თვალი, კიდე ერთი დღე მაჩუქე. აი მაშინ შენი სარწმუნოება არის. ხო და ნახე ახლა რომ მივყვეთ ახლა ჩვენ ამას. ჩვენ მორწმუნეები კი არ გამოვალთ, ჩვენ ურწმუნოები გამოვალთ. მივხვდით? ჩვენ მარხველები კი არ გამოვალთ, ჩვენ უმარხველები გამოვალთ. ჩვენ ლოცველები კი არ გამოვალთ, ჩვენ ულოცველები გამოვალთ და ამას იმიტომ კი არ გეუბნებით ახლა ტონი ჩემი კარგად გაიგეთ, თქვენ კი არ გეუბნებით ამას. საყვედურის ტონით კი არ გეუბნებით. ეკლესია არის დედა, ეკლესია ყოველთვის შეახსენებს ადამიანს. აი ახლა მე რომ არ მეთქვა თქვენთვის რომ აი სარწმუნოება ჩვენი როგორია თუ ამაზე თუ ფიქრობთქო, ფიქრობდით ამაზე, მითხარით გულწრფელად. როგორია ჩვენი სარწმუნოება? რა საზომში ვარ სარწმუნოების? მთის გადადგომას თავი დაანებე. შენ გააქვს სარწმუნოება მკვდრეთით აღდგომილი ქრისტესი? ან გააქვს სარწმუნოება რომ შენი ყოფნა არ ყოფნა ღმერთის ხელშია? ან გააქვს ამის სარწმუნოება აი წეგან ელემენტარული თქვით რომ გათენდა დღე და ღმერთმა სიცოცხლე გაჩუქა. გიფიქრია ამაზე? თუ არ გიფიქრია, ესე იგი ჩვენი სარწმუნოება სახელად არის სარწმუნოება. ხო და შენ თუ დილას რო გათენდება და პირველი ამას არ ამბობ ძილისაგან აღდგომილი გმადლობ შენ წმინდაო სამებაო, შენ ესე იგი არ ლოცულობ. ჩვენ ძალიან წყნარად და მშვიდად დავდივართ,
რაღაცა შემოიფარგლებით ხოლმე, რაღაცა მოკლე ლოცვებით. ესე არ არის საყვარელი. კიდევ ერთხელ ვამბობ, რას უკავშირდება ეს ყველაფერი? წმინდა მამები ჩვენ ესე მოზღვრავენ. შენ რომ არ ლოცულობ, შენ იმიტომ განიკითხები, რომ შენ ამ შენი ულოცველობით ეშმაკს მიეცი გასაქანი შენში. რომელსაც შენ ვერც კი მიხვდები, ისე პავლე მოციქული როგორ ამბობს, იცით? ისო დადისო, როგორც მძღვინავი ლომიო. აი მძღვინავი ლომი რო დაინახო ეხა ქუჩაში, რას იზამ? რას იზამ? რას იზამ? არ მიხვალ, არა, თქვი გამარჯობა ბატონო ლომო, როგორ ბრძანდებიო? ხო და მძღვინავი ლომი რო დაინახო ქუჩაში, არ მიხარ თავქუთ მოგლეჯილი და ის ისე მოდი აგერ ხელს გადახვევ, ისე ჩაეხუტები, ისე რითი ულოცველობით და უმარხველობით. ქრისტეს სიტყვებია ეს მოდგმა მარხვის და ლოცვის გარეშე არ განიდევნები. ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, აი მე რამდენჯერ ვამბობ, ეკლესიაში რა ღონისძიებები ხდება, მთელი სერიოზულობით და მთელი პასუხისგებლობით მოვეკიდოთ. ეკლესია რო გეუბნება, რომ დილის რო ადგები, რომ წაიკითხეს ლოცვა, იმიტომ რომ ისიც რა, აი ჩვენ არ ფიქრობთ ამაზე, რაც წეღან თქვით, რომ აი ღმერთმა გვაჩუქა, მაგრამ ის ლოცვები შენ გაჩვენებს და თან წაიკითხეთ, როგორ წაიკითხეთ, იცი რო კითხულობ, ცოტა აზრიც შევეცადოთ, რომ მივატანოთ. აი ჩვენ რომ არ ვიცით რა არის ზიარება, აი მოდიან ადამიანები და ამბობენ, რომ აი ეხა ხო არ ეხა ღირსი და ეხა ვეზიარებ. ხან მოდიან ეხა არ ვარ ღირსი და არ ვეზიარებ. შენ დალოცვილო. როდის ხარ ღირსი შენ ზიარების? ან ვინ ვარ ღირსი ზიარების? არავიდან ვარ ზიარების ღირსი, ხო? ანუ არ ვიცი ჩვენ რა არის ზიარება, იმიტომ ფიქრობთ ესე. არ ვიცი ჩვენ რა არის იქ დაუშვათ ნებისმიერი რაღაცა. იმ ლოცვებში ვსწავლოთ ჩვენ, ამ ლოცვებში გადმოცემულია. არ ვიცი ჩვენ რას ნიშნავს ის, რომ დილა გაგვითენა ღმერთმა. დღე გვაჩუქა, არ ვიცი ჩვენ ესა. მაგრამ იქ რო კითხულობ ლოცვებში ნახულობ, რომ ესე იგი ღმერთია, რომელმაც არარსეობიდან არსეობაში მოგიყვანა, ხო? დედის მუცელში ჩახსახა და იქედან მოყოლებული გზდის და წყალობს. და იქ ნახულობ ამას ყველაფერს და მადლობა აღარ უნდა უთხრა კაცო. ხო და ეს კვირაში ერთი დღე სხვა კი არაფერი არ არის. ჩვენ მოვდივარ და მადლობას ვწირავთ უფალს. და რო არ მოვდივართ, ეს იმის ნიშანია, რომ არ ვფიქრობ ჩვენ ამას. და უნდა დავფიქრდეთ ამას. ამაში ყველაფერში გვეხმარება ჩვენ მარხვა და ლოცვა. სარწმუნოება, აი რამდენჯერ ვამბობ, მე კიდევ ერთხელ შეგახსენეთ, მე ამის გარეშე, ამ ლოცვის გარეშე მოხმოდრეკილი ეს ლოცვა რო არ თქვა, ჩემთვის ეს დღე არ არის. წამს უფალო შემეწია ურწმუნოებასა ჩემს. ამ კაცის სიტყვებია, აი მამა, ვინც მოიყვანა. რატო ვამბობ ამას? იმიტომ რომ ვიცი ჩემი კნინი სარწმუნოება. სად არის, რომელსა რაზე ლაპარაკ? დოგვის მარცვლის ოდენა სარწმუნოება რო ქონდეთო, თას ეტყვი და გადადგებაო. აი, სად არის ჩვენი სარწმუნოება რა? რამხელა არის, აი რა ჩვენი სარწმუნოება, ხო? აი, ნოლი ალბათ, ხო? და ამიტომ კიდევ ერთხელ გეუბნები, ჩემი ტონი არ არის ახლა რაღაც დიდაქტიკური და რაღაც მასწავლებლის ტონი და რაღაც. შევახსენოთ ჩვენ თავს. ეს არის ეკლესია. შევახსენოთ ჩვენ თავს. როგორ ვართ სარწმუნოებაში, როგორ ვართ ლოცვაში, როგორ მარხულობთ. აი, შევახსენოთ ჩვენ თავს, ვკითხოთ ჩვენ თავს და ვიცოდეთ ის, რომ თუ კი ჩვენ არ ვართ მარხვაში, არ ვართ ლოცვაში, არ ვართ სარწმუნოებაში, ეშმაკმა იქამდე შეიძლება გათავხედდეს, რომ რაც ამ სახარებაში აღწერილი ის დამართოს ადამიანს. ხან ცეცხლში ჩავარდებაო, ხან წყალში ჩავარდებაო, საშინელ მდგომარეობაში ყავდა შვილი ამ ადამიანს. ხო და თუ ჩვენ არ მოუხმობთ იმ ღონისძიებებს, რომელსაც ეკლესია ჩვენ გვაწვდის, ხო? არ ჩვენ არ დაგტოვებს ისე, ხო? უფალმა შეგვიწყალოს, უფალმა განგვამტკიცოს. დღეს არის დიდ სასწაულს იხსენებს ეკლესია დღევანდელ დღეს. დიდ სასწაულს იხსენებს, აი 7 ღრმა ეფესელთა ხსენება არის, რომლებიც იმპერატორ დეკიუსის დროს ესე იგი იდევნებოდა სარწმუნოება და შევიდნენ ერთ-ერთ გამოქვაბულში, ძალიან მოკლედ გეუბნებით. ხო და იქ ლოცულობდნენ, ემზადებოდნენ მოწამეობრივი აღსასრულისთვის. და მე ღმერთმა დააძინა ისინი. და მე იმპერატორმა რო გაიგო, რომ იმ გამოქვაბულში არიან, ამოქოლეს ეს გამოქვაბული და
გავიდა ამის მერე 200 წელი, 2 საუკუნე იმპერატორ თევდოსის დროს უკვე სარწმუნოება უკვე აღარ იდევნებოდა და ამადგან ყველაზე პატარა ვინც იყო იამბლიკო მოდიოდა ხოლმე ქალაქში პურს ყიდულობდა და ამათ გაეღვიზათ 2 საუკუნის მერე და წამოვიდა აი როგორი სასწაულია ნახეთ წამოვიდა ქალაქში პურის საყიდლად და რო ჩამოვიდა ეს დეკიუსის გამოსახულებით ის ჰქონდა მონეტა და პურის გამყიდველს მიაწოდა და დაიჭირეს მიიყვანეს ქალაქის თავთან იქ ეპისკოპოსი იყო და ეს რაღაცას ბავშვი ლაპარაკობდა ვერ გაიგეს ეს რაღაცა ეპისკოპოსმა თქვა რომ ამ რაღაცა ღვთისგანგებაა ეს იცით რა პერიოდია უკვე ერესი იყო ეკლესიაში და საყოველთაო აღდგომას არ აღიარებდნენ ესეთი ერესი იყო და წარმოიდგინეთ და წავიდნენ მერე და ნახეს ესენი ყველა და ნუ რა თქმა უნდა მოწმუნეებმა გაიხარეს აი ამ უდიდესი სასწაულს იხსენიეთ დღევანდელი და ჩვენი ეკლესია აი ესეთი ძალა აქვს სარწმუნოებას ესეთი ძალა აქვს ლოცვას ესეთი ძალა აქვს მარხვას და ღმერთმა მოგმადლოს მყიცე სარწმუნოება ეხა სხვა დრო არის ეხლა ისე რა სარწმუნოებით აი ეხა რო დრო მოდის და ჟამი მოდის ისე რა სარწმუნოებით ვერ გავალთ ვერ გავალთ სამშვიდობოს ვერა ეხლა მყიცე სარწმუნოება მარხვა და ლოცვა. აი ეს არის რითიც ჩვენ შეგვიძლია რომ გავერიდოთ იმ უდიდეს მახეებს და ხრიკებს, რომელიც აი ანტონი დიდმა რო ნახა, დავიღუპეთ უფალო, ვიღა გადარჩება. მორჩილი და თამდაბალი. ამიტომ ეგ ვიყოთ ეკლესიის მორჩილებაში. მერთმა დაგლოცოთ, გაგულოთ. მშვიდობა მოგცეთ, სიკეთე და სიხარული.